მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია და ეთერშია გადაცემა პარადიგმა. მე გადაცემის წამყვანი ნანა მაკარაძე გახლავართ. მიმდინარე პერიოდში რეგიონის 450-მდე ახალგაზრდა პროექტში ევროკავშირის მოდელირება ბათუმი 2015 მონაწილეობისთვის ემზადება. რას გულისხმობს აღნიშნული პროექტი, როდის, ვის მიერ და რა მიზნით დაიგეგმება ჩვენს რეგიონში მისი განხორციელება, ვის აქვს პროექტში მონაწილეობის უფლება და როგორ მოხდება მონაწილეთა შერჩევა. საბოლოოდ რამდენმა დელეგატმა უნდა იბრძოლოს პირველობისთვის და რას ელოდებიან ამ კონკურსის შედეგად გამარჯვებულები. ამ და პროექტთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე დაწვრილებით პარადიგმას დღევანდელი გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ. თუმცა ვიდრე მათ წარმოგიდგენდეთ, ნახოთ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ევროკავშირის მოდელირება ბათუმი 2015 წარმოადგენს პროექტს, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ევროკავშირში მუშაობის სტრუქტურას. პროექტი ყოველწლიურად მიმდინარეობს სტრასბურგში და აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი ევროპიდან. საქართველოში პროექტის ინიციატორია იეს ჯორჯია, რომელიც 2013 წლიდან უკვე მესამედ გამართავს ამ ფორმატის მასშტაბურ ღონისძიებას. 2015 წელს პროექტს ერთდროულად ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. პირველად ტარდება ბათუმში და აერთიანებს 200-მდე ახალგაზრდას მთელი საქართველოდან. ეხლა ტარდება გასაუბრებები, ხდება მონაწილეების შერჩევა. მთავარი კრიტერიუმი არის 15-დან 28 წლამდე ახალგაზრდები, ნებისმიერ მსურველი, ვისაც აქვს ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა. უნდა იყოს აქტიური და მეტნაკლებად გარკვეული ევროკავშირის სამუშაო სტრუქტურებში. პირველად აგზავნიან აპლიკაციას, შემდეგ აპლიკაციის ეტაპის წარმატების გავლის შემთხვევაში ხდებიან გასაუბრებაზე, სადაც თემატური კითხვები ჩვენ ვარჩევთ. პროექტი აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტი კარგი საშუალებაა ასევე სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკის, გარემოს დაცვითი თუ სხვა საკითხების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად. დღესდღეობით ბათუმში ასეთი პროექტი პირველად ტარდება და მართლაც ახალი გამოწვევა ეს ჩემთვის და მინდა რომ ეს გამოწვევა მივიღო და უფრო მეტი ცოდნა უფრო გავიღრმავო ამ საკითხში, რაც ევროკავშირს ეხება და ასევე მინდა რომ აქტიურად ვიყო ჩართული ევროკავშირის მოდელირებაში. საკომიტეტო მუშაობის პირველ დღეს დელეგატები საკუთარი ქვეყნის პოზიციების პრეზენტაციას სიმულაციის ფორმით გამართავენ. სიმულაციისას დელეგატები გადანაწილდებიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში და განიხილავენ აქტუალურ თემებს. მაგალითად, უმუშევრობის პრობლემა ევროკავშირში, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვითი პრობლემები, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და გაფართოება, კულტურისა და განათლების საკითხები და ასე შემდეგ. როდესაც ამ პროექტის შესახებ გავიგე სოციალური ქსელებიდან, ამ დროს ვიმყოფებოდი ევროკავშირის ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანაში ბელგიაში და დავინტერესდი ძალიან, იმიტომ რომ იქ ხშირად არის საუბრები ევროკავშირზე, ეს რატიფიცირება, ჩემ ქვეყანას როდესაც ვახსენებდი ყოველთვის დიდი ყურადღებით მისმენდნენ იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ზოგადად ჩემს ქვეყანაში. არჩევის შემთხვევაში ძალიან დიდი სურვილი მაქვს განათლების კომიტეტში ვიმუშაო და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიურ განათლებას და მსგავს პრობლემებს მივხედოთ, ასე რომ ვთქვათ. ევროკავშირის მოდელირება საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ თავიანთი უნარები დებატებისა და მოლაპარაკებების კუთხით ევროკავშირის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე გაიზიარონ ევროკავშირის პრაქტიკაში არსებული სირთულეები. პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია 26 თებერვლამდე გაიარონ. მივესალმები, რა თქმა უნდა, ყველა ნებისმიერ წამოწყებას, რაც ეხება ევროკავშირის, ნატოსა და ზოგადად საქართველოს ევროინტეგრაციას და მისირული მომუშავე ახალგაზრდებს და ძალიან საინტერესოა, მე ვფიქრობ, იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც უშუალოდ ბენეფიციარები იქნებიან ამ პროექტის, რადგანაც ჩვენი სამსახურის მიზანიც ისაა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ნატოსა, ევროკავშირისა და ასე საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომელიც წევრობასაც ჩვენი ქვეყანა აპირებს საომავლოდ და ესაა ჩვენი საგარეო პოლიტიკა. პროექტის დასკვნით დღეს მოწვეული სტუმრები შეაჯამებენ პროექტს, შეაფასებენ ჩატარებულ აქტივობებს. მოხდება პროექტის საზეიმო დახურვა. ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათგან საუკეთესო გაემგზავრება გერმანიაში, სადაც საერთაშორისო მოდელირებაში მიიღებს მონაწილეობას.
პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად ბრუნდებით, ესენი არიან ლელა ფაღავა, ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირის თანადამფუძნებელი და ირაკლი აბულაძე, ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველ რიგში ალბათ მაყურებელს უფრო დეტალურად უნდა აუხსნათ, რას გულისხმობს ევროკავშირის მოდელირება ბათუმი 2015, ანუ პროექტის ძირითადი მიზნები და არსი. პროექტი არის საერთაშორისო დონის პროექტი, რომელიც ევროპაში ძალიან ხშირად ტარდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ახალგაზრდებისთვის. ეს პროექტი ევროკავშირის მოდელირება მოისაზრებს, ეს არის სიმულაციური თამაში, რომელიც ყველა სტრუქტურა, რომელსაც მოიცავს ევროკავშირი, აი იმის ანალოგიური სამუშაო პროცესებს ატარებენ ახალგაზრდები. და რაც არის ძალიან დიდი გამოცდილება, რაც შეეხება ჩვენს პროექტს, რატომ მანდა მაინც ბათუმში, ჩვენ თვითონ ვინც პროექტს ახლა ვახორციელებთ ბათუმში, ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირის წევრები და აგრეთვე ერთ-ერთი თბილისიდან მოწვეული ამ პროექტში გამოცდილი ადამიანი, გიორგი არობელიძე, რომელიც გვეხმარება ამ პროექტის განხორციელებაში და არის აგრეთვე თანაორგანიზატორი, ვიმყოფებოდით გერმანიაში რამოდენიმე თვის წინ ანალოგიურ მსგავს პროექტზე და იმდენად დიდი ემოცია იყო, იმდენად ინფორმაციულად დამოხტულები წამოვედით იქედან, რომ როგორ შეიძლება ეგ გაუზიარო შენს თანატოლებს, თანამოქალაქეებს თუ არ აჩვენებ იგივე. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ანალოგიური პროექტი ჩამოგვეტანა ბათუმში. ანუ შუალოდ თქვენ ინიციატივით ინიციატივით დიახ, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ იეს ჯორჯიასთან თანამშრომლობით ვახორციელებ ჩვენ ამ პროექტს, იმიტომ რომ ისინი არიან საქართველოში 3 წლის წინათ მათ შემოიტანეს პირველად ახორციელებენ უკვე 2013 წლიდან და ჩვენ მათთან თანამშრომლობით და კონსულტაციებით აგრეთვე იმ გერმანელ მეგობრებთან, რომლებსაც ჩვენ დავუმეგობრდით გასულ წელს, აი მათთან თანამშრომლობით ერთობლივად ვატარებთ წელს ბათუმში. დიახ. და პარალელურად ტარდება პარალელურად ტარდება თბილისში, დიახ, ანუ უკვე მესამე ტარდება თბილისში და პირველად ტარდება ევროკავშირის მოდელირება ბათუმში. და ერთს დავამატებდი, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც იქნება უშუალოდ ჩართული. იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ არაფორმალური განათლება, რაც მე ვფიქრობ და ყველა დამეთანხმება, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ის, რაც ჭირდება რეალურად ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მივაწოდოთ ამომწურავი და მეტი ინფორმაცია. ამ პროექტის ფარგლებში აბსოლუტურად ამომწურავად შეისწავლება თვითონ სტრუქტურა, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი და მაქსიმალურად ჩახედული იქნებიან იმ სამუშაო პროცესში და თვითონ იქნებიან ამ ყველაფრის წევრი, ეს თვითონ მონაწილეები. რომელიც რეალურად როგორც მოქმედებს ევროკავშირი და აღარ იქნება უბრალოდ რაღაც შორეული, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ან ცოდნა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, რომელიც არის საქართველოს მიზანი, რომ გახდეს მისი წევრი. რაც შეეხება მონაწილეთა უფრო სწორად მსურველთა აქტიურობას, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ალბათ ისევ საორგანიზაციო საკითხებზე ჯობია ჯერჯერობით გავაგრძელოთ. პროექტს ყავს მხარდამჭერები. დიახ. ანუ როგორ ზოგადად საორგანიზაციო ნაწილი როგორ ხორციელდება და რას გვეტყვით ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების შესახებ. ესე იგი თავიდან დავიწყებ ისევ თავიდან, როდესაც გაჩნდა იდეა, რომ ეს პროექტი გაგვეხორციელებინა ბათუმში, თავიდან ძალიან ბევრ სირთულეს შევხვდით, იმიტომ რომ ერთი შეხედვით, როცა პროექტი ძალიან კარგად მიმდინარეობს, მარტივია ეს შეფასება, მაგრამ უშუალოდ როცა სამუშაოს პროცესში ხარ, ძალიან რთულია გეგმო ამდენი 200 ახალგაზრდა საქართველოსდან შეკრიბო 200 ახალგაზრდა კომპეტენტური ადამიანები, ვისაც აქვს ამ ხრივ გამოცდილება და თუმცა 200 საბოლოოდ შეერჩება რაოდენობიდან, დიახ. და ამიტომ ჩვენ თავიდან გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მართალი გითხრათ, თავიდან სპონსორების მოძიება ასე თუ ისე გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ეს პროექტი ჩვენ პირველად ვიწყებდით. დიახ, რთულია, იმიტომ რომ თან ანალოგიური პროექტი ბათუმში არ ყოფილა და ცოტა არ იყოს უცხო იყო, თუნდაც მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მაგრამ თანდათან, როდესაც აი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების გავაცანით ჩვენი აი ამ პროექტის სტრუქტურა, ჩვენი მიზნები, რას ემსახურებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებისთვის, მათ გამოთქვეს დაინტერესება და შემდეგ უკვე ჩვენ აღარ დაგჭირდა მოძიება, ძალიან ბევრი ორგანიზაცია თვითონ გამოგვეხმაურა და დღეს ისინი დაახლოებით 20-მდე სერიოზული სპონსორი ყავს ჩვენს პროექტს.
ანუ როგორც სახელმწიფო სექტორიდან, ასევე როგორც სახელმწიფო სექტორიდან. რაც შეეხება ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წვლილს ამ პროექტში. ჩვენც ანუ როგორც ლალამი საუბრა გავიგეთ ამ პროექტის შესახებ, უშუალოდ იყვნენ მოსულები და იდეის სახით მომაწოდეს მაშინ როცა უკვე ჩამოყალიბებული ქონდა თუ რის გაკეთებას აპირებდნენ და იმის თქმა მინდა რომ ანუ ნებისმიერ ასე წამოწყებას მით უმეტეს მაშინ როცა ახალგაზრდა ადამიანები ცდილობენ ისევ დაეხმარონ ახალგაზრდებს და რაღაც ისეთი ასწავლონ ანახონ რომელიც აი გამოცდილებაც მიიღეს თვითონ უცხო ქვეყანაში. რა თქმა უნდა მივესალმები და ჩვენი მხრიდან როგორც შეგვეძლო მაქსიმალურად ჩავერთეთ ამ პროექტში. ვღებულობთ აი როცა კი დაჭირდებათ და გვეტყვიან დახმარების სახით იქნება თუ გვერდზე დგომის სახით ვართ ჩართულები ამ პროექტში და უკვე უშუალოდ ველოდებით დაწყებას და განხორციელების ეტაპს, როცა უკვე ჩავერთვებით და ჩვენც რაღაც წვლილი შევიტანთ ამ პროექტის განხორციელებაში. რაც შეეხება პროექტის, ანუ ვიდრე საბოლოო შედეგამდე მივიდეთ, რაღაც გარკვეული ეტაპებია, აი რა ფორმით, როგორ ხორციელდება ეს მოსამზადებელი ეტაპი და შემდგომ უშუალოდ ეგრეთ წოდებული კონკურსის ეტაპი. მოსამზადებელ ეტაპს რაც შეეხება, თავიდან პროექტი ფაქტია იწერება, შემდეგ უშუალოდ კონსულტაციებს გავდივართ იმ ადამიანებთან, ანუ ხდება იმ ადამიანებთან დაკონტაქტება, რომლებიც ამ მხრივ არიან გამოცდილები, იმიტომ რომ ყოველ კომიტეტს ამ პროექტი არის ზოგადად 3 დღიანი. პირველი 2 დღე არის სამუშაო პროცესი, მესამე დღეს უშუალოდ იქნება დასკვნითი ნაწილი იქნება პროექტის და პირველი 2 დღის განმავლობაში ყოველ კომიტეტს ყავს თავისი თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს არსებულ კომიტეტებს. სულ ჩვენ 6-მდე კომიტეტი გვექნება, დიახ, უკვე დამტკიცებულია, არის რამოდენიმე კომიტეტი, თუმცა ჩვენ 6 კომიტეტი შევარჩიეთ, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. ჩვენი ქვეყნისთვის რომ ვიმუშაოთ ჩვენ თვითონ მნიშვნელოვანი იქნება 6 ძირითადი კომიტეტი. ყოველ მათგანს ყავს კომიტეტის ხელმძღვანელი, რომლებიც არიან თბილისიდან მოწვეულები და ამ პროექტს მრავალი წელი ახორციელებენ. ამიტომ ხარვეზებს არ ველოდებით, რისკები არ იქნება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ sakmaud გამოცდილ ადამიანებთან მოუწევთ მუშაობა სტუდენტებს, აი ამ 200-მდე ახალგაზრდას. ზოგადად ახალგაზრდას. და რაც შეეხება ანუ კომიტეტების მუშაობის შემდგომ, რა ფორმით და როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა? ყოველი საინტერესო არის ის ამ პროექტში, რომ ყველა აბსოლუტურად ნებისმიერ მონაწილეს, ვინც იქნება პროექტის მონაწილე, აქვს თანაბარი სასტარტო პირობები. ყოველ მათგან შეუძლია მიუხედავად განათლებისა, ასაკისა და ასე შემდეგ. აბსოლუტურად. აი ზუსტად ამით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გერმანიაშიც ამ პროექტზე ვიმყოფებოდი. ჩვენთვისაც იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ინგლისურ ენაზე ხორციელდებოდა პროექტი, თან საკმაოდ განათლებულ ამ მხრივ გამოცდილ ახალგაზრდებთან ჰქონდა ურთიერთობა და იქ ძალიან რთული იყო საკუთარი თავის დამკვიდრება და აი ამ პროექტის მიზანი სწორედ ეს არის, რომ შენი ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო და აი იმ 200 ადამიანში საკუთარი თავი უნდა დაიმკვიდრო და უნდა გიცნობდეს ყველა წევრი და არ უნდა იყო მათთვის უცხო და უცნობი, უნდა იყო რაღაცით გამორჩეული. ეს პროექტი ამის საშუალებას გაძლევს. ჩვენ ეს მოვახერხეთ გერმანიაში საკმაოდ გამოცდილ ადამიანებთან, რომლებიც მსგავს პროექტებში მონაწილეობას თითქმის ყოველთვე ღებულობენ და ეს მოვახერხეთ სწორედ აი მეტი მონდომებით და მიზანდასახულობით. აი ზუსტად ეს არის თუ ამას მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ამის პირობა აქვს ყველა სტუდენტს, ყველა მოსწავლეს და ყველა ადამიანს, რომელიც აპირებს ამ პროექტში ჩართვას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მსგავს რამისთან პრობლემა არ გვექნება. ამიტომ ყველა მონაწილეს ვურჩევ, ვინც მიიღებს მონაწილეობას, რომ მაქსიმალურად შეეცადონ, გამოავლინონ, დაიმკვიდრონ საკუთარი თავი, იმიტომ რომ კომიტეტის ხელმძღვანელები შეერჩევენ საუკეთესო დელეგატებს და დასკვნით დღეს, მესამე დღეს მოხდება აი ამ რამოდენიმე შერჩეული დელეგატიდან ერთი საუკეთესო დელეგატის შერჩევა, რომელიც გაიმგზავრება გერმანიაში. ჩვენ განაცემის მეორე ნაწილში იმავე თემით ვაგრძელებთ უკვე ანუ ნაწილობრივ შერჩეულ კონკურსანტებთან ერთად თემას, თუმცა ალბათ ვადებზეც უნდა ვისაუბროთ, ანუ როდის იქნება ეს მეორე ეტაპი, ანუ უკვე შერჩეული დელეგატების მუშაობა კომიტეტებში და ასე შემდეგ და საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა. დიახ, ანუ 25 თებერვალს ჩვენ დავასრულებთ უკვე რეგისტრაციას და პარალელურ რეჟიმში ჩვენ 26 თებერვლამდე და შემდეგ გავაგრძელებთ უკვე გასაუბრებაზე მიღებას
და აი ამის შემდეგ უშუალოდ უკვე დაიწყება კომიტეტის ხელმძღვანელები იმუშავებენ და ორგანიზატორები იმუშავებენ შერჩეულ დელეგატებთან, რომლებიც მომზადებენ ერთგვარ ამას ქვია წინასწარმოსამზადებელი ფურცლები, რომლებიც მათ უნდა მოამზადონ ანუ არსებულ კომიტეტებში, რომლებშიც ისინი იქნებიან, აი მის შესახებ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოამზადებენ ინფორმაციას. ეს მოხდება, რა თქმა უნდა, პროექტის დაწყებამდე და პროექტის დაწყების შემდეგ უკვე პირველ მეორე დღეს უშუალოდ აი სიმულაციის პროცესი იქნება, იმუშავებენ ევროკომისიის და ევროსაბჭოს სტრუქტურები, როგორც მუშაობენ ანალოგიურად, განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, იქნება დებატები. ეს პროცესი არის ალბათ ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში როცა გონია რომ რაღაც ჩვეულებრივ ფურცელზე დაწერილ საკითხს კითხულობ უბრალოდ და მეტი არაფერია, ისე წამოიჭრება ხოლმე რაღაც დებატები და ისედაც საინტერესოა, როცა სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ეს არის ძალიან საინტერესო. წინასწარი კონსულტაციების უფლება და საშუალება თუ ეძლევათ? რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი, ასევე აბსოლუტურად ყველა დელეგატს და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც ეხლა სურს მონაწილეობის მიღება, აქვთ ჩვენი კონტაქტები, სადაც შეუძლიათ რომ დაგვეკონტაქტონ და წინასწარ ჩვენ ვღებულობთ მათ შეკითხვებს, რაც აინტერესებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველას უპასუხოთ და ამ დროისათვის ძალიან ბევრი შეკითხვა, იმიტომ რომ ახალია ეს პროექტი ყველასთვის და მომწონს უბრალოდ ის რომ ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს წვრილმანი დეტალებიც კი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფაქტია, როცა უკვე პროექტის გაბედოს პირველ ეტაპზე მონაწილეობის მიღება თუნდაც იმიტომ რომ სიახლეა. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად დიდია სურვილების რაოდენობა თანდათან უკვე რომ ჩვენი გადაცემაც მინდა იმედი ვიქონია რომ ამაში შეუწყოს ხალხს ახალგაზრდების ინფორმაციის მიწოდებას. ამისთვის გიხდით დიდ მადლობას რომ გვაქვს პატივი თქვენთან ყოფნის, იმიტომ რომ ესეც გარკვეულწილად დაიხმარება ჩვენს პროექტს უფრო მეტი ახალგაზრდა მოიზიდოს. პირადად ჩემთვისაც სიახლეა და ბუნებრივია მეც მიჩნდება კითხვები და ალბათ მაყურებელსაც გაუჩნდება ეს კითხვები. პირადად თქვენი ანუ გერმანიაში მონაწილეობიდან გამომდინარე, თუ არის ისეთი ვთქვათ ან ფაქტი ან შემთხვევა ან დეტალი, რაც თქვენთვის იქ იყო ვთქვათ გარკვეულწილად მიუღებელი ან ცოტა არასასიამოვნოდ გახსოვთ და აქ ამის გამოსწორების მცდელობა იყო. მართალი გითხრათ, გერმანიაში როცა ამ პროექტზე ვიმყოფებოდით, სწორედ ამით გავუცდი, რომ იქ იყო საერთოდ ყველა დეტალი, პროექტის ყველა დეტალი იყო იმდენად დახვეწილი, იმდენად კარგი, რომ 3 დღის განმავლობაში სიმულაციის პროცესი სადაც მიმდინარეობდა, არანაირ წინააღმდეგობას არ შევხვედრივართ. იქ, რა თქმა უნდა, ურთიერთობა ადამიანებთან ერთდროულად არის რთულიც და მარტივიც. იმიტომ რომ ყველას შეუძლია შენი აზრის მოსმენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ ხრივ პრობლემა არ ქონია, თუმცა იყო მახსოვს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეტაკება მოხდა რაღაც რელიგიური ფაქტორით და ჩვენთან ხანდახან გონიათ რომ როცა ევროპაზე ვსაუბრობთ, კი, ევროპაზე ვსაუბრობთ, ძალიან ევროპა ძალიან შემწყნარებელია და მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ევროპაში არ არსებობს. ანუ ამ ხრივაც ახალგაზრდებში იქაც არის ეს პრობლემა, იმიტომ რომ მსგავს პრობლემას აი დისკრიმინაციის საკითხები იქაც მნიშვნელოვნად არის, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი ამას ძალადობით არ წყვეტენ, როგორც ეს ჩვენთან ხდება და ეს არის სამაგალითო ჩემთვის. ისინი ამას მოლაპარაკების გზით წყვეტენ ამ პრობლემებს და საბოლოოდ რაღაც შეთანხმებამდე მიდიან ხოლმე. და ეს იქნება ძალიან კარგი, ამაში სწორედ ეს პროექტი დაგვეხმარება, რომ ერთმანეთის აზრი მოვისმინოთ უკეთ და გავითვალისწინოთ და მივიდეთ იმ შედეგამდე, რა შედეგიც ყველასთვის იქნება თანაბრად სასიკეთო. მე ანუ მინიმალურად უნდა გადავუხვიო პროექტიდან ევროკავშირის და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრს, ანუ თქვენ ბრძანდებით წარმომადგენელი აჭარაში. ზოგადად თუ აქვს თქვა ახალგაზრდთან ამ პროექტამდე და სხვა ანუ მანამდე პერიოდში სხვა ტიპის კავშირები და ზოგადად როგორია ახალგაზრდების დაინტერესება ამ საკითხებით და რამდენად მზად მოვა, ისევ ალბათ კავშირით მივიდივართ პროექტამდე, რამდენად მზად მოვა ნაწილობრივ მაინც თქვა რაღაც საზოგადოების პატარა პროცენტი. ამ პროექტში ასე თქვა დიდმა აქტიურობამ უკვე გვაჩვენა ჩვენ ის, რომ საქართველოში ახალგაზრდები არიან დაინტერესებული ამ პრობლემით და მათ მართლაც აინტერესებთ ის
საქართველოს მომავლის ბედი, რომელიც ევროპისაკენ მიდის ჩვენთვის. რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას და თუ რა სახის ღონისძიებები გაგვიტარებია ახალგაზრდებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ არა მარტო ქალაქში ვაკეთებთ შეხვედრებს, ასევე ქალაქგარეთ და საინფორმაციო სახის თავისთავად რეგიონსაც მოიცავს ჩვენი სამუშაო სფერო. და ძალიან ბევრი შეხვედრები გვაქვს, აი ვცდილობთ რომ სოფლებშიც კი ჩავიდეთ და თითოეულად ადამიანებს, აი კონკრეტულ თემში ცხოვრება ადამიანებს ვესაუბროთ აი იმ თემებზე, როგორიც არის ევროკავშირი და ნატო. აი სულ რო შორს არ წავიდეთ ცოტა აღნის წინ რამოდენიმე თვის წინ მქონდა ასე ვთქვათ ზამთრის სკოლა, რომელშიც აჭარაში არსებული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ეხმარებოდა ასე ვთქვათ ჩვენ ცენტრს, იმიტომ რომ ჩვენ მოქმედებთ მემორანდუმის საფუძველზე და შეთანხმებულად მუშაობთ და ეს ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდა ბავშვები, რომლებიც აჭარაში არსებული სასწავლებლებიდან იყვნენ წარმოდგენილები, დებატობდნენ ესეთ თემებზე, როგორიც არის ევროკავშირი და მისი ირგვლივ არსებული სხვა ალბათ ის მონაწილეებიც ანუ გარკვეულწილად რეაქტიურობდნენ. კი, სიუჟეტის დავინახე კი იყო რამოდენიმე, რომელიც იმ ზამთრის სკოლის მონაწილეც იყო. და რა თქმა უნდა, კი ჩვენ არა მარტო ანუ უფროსთაობასთან, ახალგაზრდებთანაც ხშირი შეხვედრებისა და საუბრის ფორმატში ვახდენთ ამ ინფორმაციების გაცემასა და მიღებას, ასე ვთქვათ, მათი პრობლემატიკისას. შეიძლება ვთქვათ ახალგაზრდობა მარც იცოდეს გარკვეულწილად ინფორმაციის რაღაც სიმწირე კონდეს, თუმცა ვთქვათ ერიდებოდეს, ვერ სვამდეს კითხვებს და ასე შემდეგ და ანუ თვითგანათლებით ხოდ იმით შემოიფარგლებოდეს, რასაც თვითონ შეცდომა. და კიდევ ერთი, ანუ ირაკლი ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, ვთქვათ, აი აქედან გამომდინარე ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ვთქვათ, თუ აღმოჩნდება ისე, რომ აი რაღაც გარკვეული კუთხე დაინახეთ სუსტი. ვთქვათ, აქ რამდენიმე კომიტეტი იმუშავებს, აი ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ვთქვათ, სამომავლოდ თქვენმა ცენტრმა გააძლიეროს მუშაობა და ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული მიმართულებით დაიწყოს სტუდენტებთან სხვადასხვა ტიპის იგივე საზაფხულო სკოლის ან ზამთრის სკოლის ჩამოყალიბება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ნებისმიერ რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ველოდებით იმას, რომ რაღაც ახალს მივიღებთ და ეს ახალი იქნება ჩვენთვისაც რაღაც საწინდარი, აი მუშაობის შეცვლის კონკრეტულად ან უბრალოდ რაღაც კონკრეტულ საკითხზე უფრო მეტად გააქტიურების და ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით რომ რომელიმე მიმართულება იქნება შედარებით სუსტი. როცა ამდენი ახალგაზრდა ერთად შეიკრიბება და რაღაც ერთ კონკრეტულ თემაზე, ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებენ, იქ რა თქმა უნდა გამოჩნდება ის იდეები და ის თუ გინდა ის სუსტი წერტილები, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომელიც რეალურად შეიძლება არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ მზად ვართ აუცილებლად ველოდებით კიდეც ასეთ პროცესს და სამომავლოდ აუცილებლად ჩვენი გეგმებიც იქნება აი ეს კონკრეტული რაღაც დაგეგმარება მოხდება იმის მიხედვით თუ რა რეალურად რა პრობლემები აღმოჩნდება ან ჩვენ თვითონ დავინახავთ აი ასეთ პროექტებში და მათ ირგვლივ. შეკითხვა ალბათ არ ვიცი ლელას ორივეს უნდა დაგისვათ. ზოგადად ახალგაზრდების мотиваცია. ვთქვათ, გარდა იმისა, რომ სიახლეა და ძალიან დიდ ნაწილს თუნდაც მხოლოდ ამიტომ უნდა საკუთარი თავის და ძალების მოსინჯვა, რას პირდებით მონაწილეებს, დელეგატებს, რომლებიც საბოლოოდ გამარჯვებულები იქნებიან? დელეგატებს პირველ რიგში პირდებით ახალ ურთიერთობებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა ახალგაზრდისთვის, ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ახალი ურთიერთობები ეს არის რაღაც ახალი ცხოვრების ეტაპი ყოველთვის. ხო, რასამდე ახალგაზრდა მთელი საქართველოდან ეს ახალგაზრდები იქნებიან შერჩეულები, თავიანთი განათლებით, მეტყველებით, საჯარო გამოსვლების ხელოვნებით თუ ასე შემდეგ და ამ ადამიანებთან ურთიერთობა და კონტაქტები მათ მისცემს კიდევ ახალი პროექტებში მონაწილეობის თუ ახალი გამოწვევების წინაშე დადგებიან ისინი და ინტერესს გაუჩენს სხვა რომ არა. რა თქმა უნდა, ინტერესს გაუჩენს და შემდეგი რაც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში ჩვენს ქვეყანაში რაც დგას ეს არის ევროკავშირის საკითხი და საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა და ამ მხრივ ცოდნის გაღრმავება ყველა ახალგაზრდასთვის არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც უნდა დავიწყოთ საქართველოს შენება და უკვე ამაში რაღაც წვლილი შეგვაქვს, ხომ? ამიტომ ამ მხრივ განათლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სწორედ არაფორმალური განათლება, რასაც ემსახურება ზუსტად ეს პროექტი და შემდეგ ალბათ ეს იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასკვნით ეტაპზე დაესწრება ძალიან ბევრი ადამიანი ამ პროექტს, რომელიც შერატონში გაიმართება და ეს იქნება მესამე დასკვნითი ეტაპი. და თარიღის დავასახელოთ? ეს იქნება 9 მარტს. 9 მარტს. 9 მარტს შერატონში გაიმართება. რაც შეეხება გამარჯვებულების ან პრიზები, ანუ რამდენადაც იცით, ძალიან ბევრი პრიზია.
და აი რომელი კატეგორიის გამარჯვებული თუ ეს არის ანუ საბოლოოდ ერთი გამარჯვებული თუ ეს არის თქვათ რამდენიმე გამარჯვებული მაყურებელს ამის შესახებაც და ანუ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს, ბევრი დელეგატს აქვს ამის შანსი რომ მიიღოს ბევრი საინტერესო და ფულადი ჯილდო, ანუ ეს იქნება მათზე დამოკიდებული რა თქმა უნდა, ყოველი კომიტეტიდან შეირჩევა ერთი დელეგატი და შემდეგ საუკეთესო დელეგატი მხოლოდ ერთი წავა გერმანიაში, მაგრამ ძალიან ბევრი დელეგატი დასაჩუქრდება და აბსოლუტურად ყველა დელეგატი დასაჩუქრდება რა თქმა უნდა ორენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატით მონაწილეობის. დიახ, მონაწილეობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მიდიხ. ხომ არ დავამატებთ რა? ანუ დავამატებთ იმას, რომ პირველ რიგში ეს პროექტი თვითონ ბავშვებს დაეხმარება, აი საკუთარი თავის კარგად გამოკვლევაში. ისინი მიიღებენ მეტ ინფორმაციას ამ სფეროს შესახებ და რაც თავარია უფრო სიმტკიცე გაუჩნდებათ ხასიათში, იმიტომ რომ მათ ცხოვრებაში რაღაც მოხდება, რომ ის გადალახავენ, რაღაც ის უშუალო წევრები იქნებიან და საომავლო მათ უფრო განვითარებაშიც დაეხმარება, მე ვფიქრობ ეს სამი დღე და გახდებიან უფრო მეტად აქტიურები და მიხვდებიან იმას, რომ ანუ უკვე ფაქტია, რომ ისინი აქტიურები არიან, მაგრამ საომავლოდ უფრო მეტი აქტიურობის გამოჩენისკენ ექნებათ, ასე ვთქვათ, სტიმული და მიდრეკილება. ანუ მე ის გადამჩენია წარმატებები გისურვოთ და რაც თავარია, ანუ ყველა იმ ძირითადი მიზნის და დასახულის შედეგზე გასულიყავით უკვე 9 მარტს საბოლოოდ გვეცოდინება შედეგები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენ ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობოთ, სულ რამდენიმე წუთში გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრებთან ერთად დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრებს გიორგი არობელიძე, პროექტის ორგანიზატორი, თამარ გეგიძე, პროექტის მონაწილე ჟურნალისტის სტატუსით და მარიამ მოსაძე, პროექტის მონაწილე დელეგატის სტატუსით. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გიორგი, ალბათ თქვენგან უნდა დავიწყოთ პროექტის დეტალების შესახებ. ჩვენ გარკვეულწილად ვისაუბრეთ, თუმცა არ გვითქვამს ის, ვის აქვს ამ პროექტში მონაწილეობის უფლება, როგორ უნდა მოიქცეს დაინტერესებული პირი და ასე შემდეგ. თქვენ დაიწყეთ და მე ეტაპობრივად დავსვამ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს 15-დან 28 წლამდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მონაწილემ პირველ რიგში უნდა გაიაროს აპლიკაციების შევსების ეტაპი. ყველას შეუძლია გვიპოვოს Facebook-ზე შეავსოს აპლიკაცია. აპლიკაციის შევსებიდან დაახლოებით 2 დღეში მიდის პასუხი, წარმატებით გაიარა თუ არა მან ეს ეტაპი, შერჩევის ეს ეტაპი. შემდეგ ვიბარებთ გასაუბრებაზე, თუ წარმატებით გაიარა ეს ეტაპი. და შემდეგ უკვე თემატური კითხვებით, ევროკავშირთან დაკავშირებით ვამოწმებთ დელეგატის მომზადების დონეს, რამდენად შეძლებს ის პროექტში მონაწილეობის მიღებას. გასაუბრებაზეც იბარებთ თქვენ თვითონ, ანუ განრიგს, აი ვთქვათ მე დავრეგისტრირდი, მე მაცნობებენ, რომ ვთქვათ ამა დამთავრდეს. დელეგატთან ჩვენ ვართ ჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს მთელი პროექტის მანძილზე. თქვენ თუ შეავსეთ აპლიკაციას დღეს, ჩვენ მაქსიმუმ ხვალ მოგაწვით ინფორმაციას იმის შესახებ, წარმატებით გაიარეთ თუ არა აპლიკაციების შერჩევის ეტაპი და მოგაწვით ინფორმაციას გასაუბრების თაობაზე. თუ სად უნდა მობრძანდეთ, როგორ შედგება და ასე შემდეგ. გასაუბრება მიმდინარეობს, როგორც უკვე აღვნიშნე, თემატური კითხვებით. ჩვენ ვინტერესდებით რა დონეზე არიან ინფორმირებულები და გათვითცნობიერებულები მონაწილეები ევროკავშირის სტრუქტურის შესახებ. ვითვალისწინებთ მათ იმას თუ რომელი სფერო აინტერესებს მათ, ანუ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პროექტის ფარგლებში შეიქმნება რამოდენიმე კომიტეტი, რომლებიც სხვადასხვა თემებზე იმუშავებენ. ეს იქნება მაგალითად ენერგოუსაფრთხოების კომიტეტი, ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი, გარემოს დაცვის კომიტეტი და ასე შემდეგ. ამიტომ ბუნებრივია დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელი სფერო აინტერესებს დელეგატს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავითვალისწინოთ მათი ინტერესები. თუ მოხდა ისე, რომ თქვათ რომელიმე სფეროთი დაინტერესება, ან კომიტეტის თუ არ ვიცი ამ ჯგუფი ერთი მიმართულების ფარგლებში გაჭირდა დაკომპლექტება, თუ არის ამის პრეცედენტი, ჯერჯერობით თუ როგორც წესი, ჩვენი სამუშაო თემები ისია შერჩეული,
რომელიც დღესაც ჩვენს ქვეყანაში არის აქტუალური. ანუ მაგალითად უმცირესობათა დაცვის კომიტეტი ან ქალთა უფლებების დაცვის კომიტეტი ეს ის თემებია, რომელიც ყოველდღურად დღის წესრიგში ტრიალებს. ამიტომ ბუნებრივია დელეგატს, რომელსაც სურს პროექტში მონაწილეობის მიღება, აწუხებს ეს თემა და ისეთი შემთხვევა არ ყოფილა დაუშვათ რომელიმე კომიტეტი დარჩენილიყოს თქვა დელეგატის გარეშე. დაინტერესება ყველა დაახლოებით თანაბრად ახლა ბუნებრივია რიგ კომიტეტებს უფრო მეტი გამოხმაურება მოყვა, თუმცა ვცდილობთ ეს ყველაფერი დავაბალანსოთ და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები. ჩვენ ამის შემდგომ ეტაპზე უკვე კომიტეტების უშუალო მუშაობაზე და 7-8 მარტის ამბებზე კიდევ გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა მანამ ჩვენ სტუდიაში გვყავს პირველი ეტაპის გამარჯვებულები თამარი და მარიამი, რომლებმაც გადალახეს ჯერ აპლიკაციის შევსების და შემდგომ გასაუბრების ეტაპები. პირველ რიგში მაყურებელს წარუდგინეთ საკუთარი თავი. მე პირადად ჩემთვისაც საინტერესოა, თქვენ ხართ რა სტატუსიდან როგორც მონაწილეები? მე ვარ საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გავიარე პირველი აპლიკაციის ეტაპი წარმატებით, მომივიდა მეილზე პასუხი, დასტური, რომ წარმატებით გავიარე ეს ეტაპი და ვიყავი შერჩეული და საუკეთესო იმ ბავშვებს შორის, რომლებიც გადააგზავნეს სამოტივაციო წერილები ამ კონკურსში. შემდეგ მეორე ეტაპი ეს იყო გასაუბრება და ამაზეც მომივიდა დასტური, რომ ეს ეტაპი წარმატებით დასრულდა და ვარ მონაწილე ევროკავშირის მოდელირების. დიახ, რაც შეეხება თამარს. მე გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი, იმავე ფორმით გავიარე მეც გასაუბრება და აპლიკაცია შევავსე. აბსოლუტურად უშუალო პროცესი იყო, გასაუბრების პროცესი, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გავისაუბრეთ, ამასთანავე ცდილობდნენ დაინტერესებულიყვნენ ჩვენი ინტერესებით, მაგალითად რა სფეროში გვინდა მონაწილეობა და რა თქმა უნდა, ძირითადი კითხვა იყო, რატომ გვინდა მონაწილეობის მიღება, აქ ყველას ერთი და იგივე მოტივი ჰქონდა, რა თქმა უნდა, დამატებითი გამოცდილების მიღება, თან არაფორმალურ სიტუაციაში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სტუდენტისთვის, რომელიც სულ სხვა, როდესაც ასრულებ ლექტორის მოცემულ დავალებას, მაგრამ სულ სხვა, როდესაც ხარ დამოუკიდებელი ჟურნალისტი და თვითონ წყვეთ როგორ და როდის გააკეთო საქმე, რა პირობებში იმუშაო და მაქსიმალურად ხარ მორგებული აი ამ სიმულაციას, აი ამ პროცესს, იმიტომ რომ შენს კომიტეტის მონაწილეებთან ერთად გიწევს იმუშაო მათთან ერთად, იმიტომ რომ მეორე დღისთვის შენ უკვე უნდა გქონდეს მზა-მასალა. ეს მზა-მასალა უნდა შეიკრას სტატიებად, რომელსაც ჩვენ დავბეჭდავთ ჟურნალში და გამოიცემა 9 მარტს ჩვენ პრეზენტაციას გავაკეთებ. პროფესიული ნიშნა, თქვენ შემთხვევაში პროფესიული. კი, ჩემს დაინტერესება ძირითადად ეს იყო, რომ პროფესიული პრაქტიკა მიმეღო და დამატებითი გამოცდილება კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა წინ. თქვენი აზრით, რა იყო ის, რამაც რითიც მოხიბლეთ უბრალოდ ვთქვათ ის კომისია, რომელიც არჩევდა დელეგატებს და კონკურსანტებს? ჩემს შემთხვევაში ალბათ იყო დაინტერესება, რომ მაქსიმუმი მიმეღო მათგან და ანალოგიურად მაქსიმუმი შემეთავაზებინა, იმიტომ რომ მე ვარ სტუდენტი, რომელსაც სჭირდება მაქსიმალურად მეტი გამოცდილება პროფესიული წინსვლისთვის და როგორც მე მოვიხიბლე მათ შემოთავაზებით, ანალოგიურად ისინი მოიხიბლენ ალბათ ამით, რომ რაც შეეხება მარიამის შემთხვევაში. ალბათ ის მოიწევათ ის თვისება ჩემში, რომ ვარ მიზანდასახული და მაქვს სურვილი მივიღო პრაქტიკული გამოცდილება, რადგან ძალიან მცირეა დღესდღეობით იმის საშუალება, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მიეცეს იმის საშუალება, რომ არა მარტო შემოიფარგლონ იმ განათლებით, რასაც იღებენ უნივერსიტეტში, არამედ ჩაერთონ ესეთ პრაქტიკულ სამუშაოებში. და მეც ვარ მოხარული, რომ გავხდი ამ კონკურსის მონაწილე. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელების წყაროს, როგორც გიორგიმ აღნიშნა, ეს არის სოციალური ქსელით, Facebook-ით, პირადად თქვენ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კი აბსოლუტურად არ ფლობ ინფორმაციას ამის შესახებ, შეიძლება ინტერესიც არ გაგიჩნდეს, ან ვერც იპოვო. კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში, როგორ მოხდა ინფორმაციის მოძიება, ამის წყარო გახდა ვინმე კონკრეტული პირი თუ თქვათ დამოუკიდებლად მოიძიეთ? თითქმის შეუძლებელია თუ სოციალურ ქსელში ჩართული ხარ, აი იმას შესახებ ინფორმაცია არ მოგივიდეს, იმიტომ რომ ეს მასობრივი ქსელია და ვრცელდება სოციალური ქსელიდან მივიღე ინფორმაცია, Facebook-ის მივიდა მოწვევა. ხო, თავიდან როდესაც ესეთი მოწვევები მომდის, ერთადაც ვცდილობ თარიღს დავხედე, როდის არის დედლაინი, შესაძლოა ან მონაწილეობის მიღებას შესაძლოას ვადასტურებ და თავისუფალ დროს ვამოწმებ ინფორმაციას, რამდენად საინტერესოა ჩემთვის ეს პროექტი, როცა წავიკითხე, დავინტერესდი, შემდეგ უკვე გადავგზავნე აპლიკაცია.
მეც ანალოგიურად სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე ამ პროექტის შესახებ. ასევე შემდეგ მეგობარს გავესაუბრე და იმენად მირჩია რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო და შანსია რომ იყო ამ პროექტის მონაწილე და ვთვლი რომ ღირსეული წარმომადგენელი იქნები ამ პროექტის. ხო, ინფორმაციის გავრცელებას რაც შეეხება, ინფორმაცია ვრცელდება არა მხოლოდ სოციალური ქსელით, არამედ ჩვენ ვახდენთ პროექტის პრეზენტაციას სკოლებში და უნივერსიტეტებში. ჩვენ ძირითადი მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს, ჩვენ ძირითადად ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რადგან როგორც ვიცით, ეს არაფორმალური განათლების რო ძირითადად დატვირთვა მაინც დედაქალაქზე მოდის და ამ შემთხვევაში რეგიონები დაჩაგრულები არიან და მოკლებული არიან აქაური ახალგაზრდები, ვთქვათ, მსგავს შესაძლებლობას, ამიტომ ვცდილობთ თითოეულ ახალგაზრდამდე მივიტანოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და ვცდილობთ მთელი რეგიონის, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური მასა გავაერთიანოთ ამ პროექტში და ვფიქრობ, რომ გამოგვივა ძალიან დიდი დაინტერესება დაახლოებით 450-მდე აპლიკაცია ამ წუთისთვის შემოსული. ჟურნალისტებისთვის, ორგანიზატორებისთვის დედლაინი ამოიწურა გუშინ, ხოლო დელეგატის სტატუსით, ვისაც უნდა მონაწილეობის მიღება, მათ შეუძლიათ კვლავ გამოგზავნონ აპლიკაციები 25 თებერვლამდე. დიახ, ესეც არის კიდევ დამატებითი შანსი იმ პირებისთვის, ვინც დღეს ჩვენი გადაცემის საშუალებით გაიგებს ამ პროექტის შესახებ. გიორგი, რაც შეეხება, ჩვენ ვახსენეთ წეგან 7 და 8 მარტი, შემდგომი ეტაპი, ცოტა უფრო დეტალურად როგორ იმუშავებენ კომიტეტები, კონკრეტულად რისი ცოდნა და რა ცოდნა და უნარჩვევები დაჭირდებათ უბრალოდ ამ შემთხვევაში მონაწილეებს და აი ამასთან დაკავშირებით როგორ ხდება მონაწილეთა ინფორმირება, თუ ხდება მათთვის დახმარება და ასე შემდეგ, პირადად ჩემთვისაც არის საინტერესო. რეალურად პროექტის მიზანია აქტიურ ახალგაზრდებს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია რიგი საკითხების შესახებ. მაგალითად ავიღოთ ერთი კომიტეტი და განვიხილოთ მის მაგალითზე მთელი 3 დღის პროცესი. მაგალითად, ევროპული საბჭო იმუშავებს თემაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის გამოწვევები და რუსეთის ფაქტორი. ანუ ბუნებრივია შეიძლება რიგი დელეგატს არ ქონდეს საკმარისი ინფორმაცია ამ თემის შესახებ და ასე ვთქვათ, ვერ შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. რიგი დელეგატს თუ აქვს იმის უფლება და საშუალება თვითონ აირჩიოს მიმართულება თუ ამას როგორც აღვნიშნე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ ინტერესები დელეგატების, თუმცა ყოველთვის არ არის საშუალება. მათ ან ყოველ კომიტეტს ყავს კომიტეტის ხელმძღვანელები, რომლებიც არიან ამ თემის პროფესიონალები, შეიძლება ითქვას, და ისინი მთელი პროექტის მანძილზე მაქსიმალურად შეეცდებიან მიაწოდონ ინფორმაცია დელეგატებს. ანუ რეალურად კომიტეტის ხელმძღვანელებსა და დელეგატებს შორის ურთიერთობა არ იწყება 7 მარტს, ანუ როდესაც პროექტი იწყება. უკვე გამარჯვების დღიდან. ანუ წინა ამ შემთხვევაში ხო არჩევის კომიტეტის ხელმძღვანელებსა და დელეგატებს შორის ურთიერთობა იწყება მას შემდეგ, რაც უკვე ფორმირდება კომიტეტები, ანუ მას შემდეგ, რაც დამთავრდება დელეგატების შერჩევა და ისინი გადანაწილდებიან კომიტეტებში. მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ასე ვთქვათ, თემის მიმოხილვა იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გააკეთონ აქცენტები, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ამ 3 დღის განმავლობაში. თითოეული კომიტეტი 2 დღის საკომიტეტო მუშაობების შედეგად მიიღებს დოკუმენტს, რეზოლუციას, რომელიც ასახავს იმ პრობლემის გადაჭრის გზებს, რომელ პრობლემაზეც ისინი მუშაობდნენ, ან მათეულ ხედვას. და მისი პრეზენტაცია მოხდება პროექტის დასკვნით ნაწილში, რომელიც გაიმართება 9 მარტს შერატონ ბათუმში. გასაგებია. თქვენ პირადად როგორ ემზადებით ამ 7 და 8 მარტისთვის, მეორე კი არა, შემდგომი ეტაპისთვის. უკვე მესამე ეტაპი გამოდის, ხო, პირველი აპლიკაციები და შემდგომი გასაუბრებადია. წინასწარ თუ ხდება თქვენი მხრიდან რაღაც მომზადება, ვიდრე ვთქვათ კომიტეტის ხელმძღვანელის დაუკავშირდებოდეთ.
ჩემ შემთხვევაში მომზადება ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ მე მომიწევს მუშა პროცესში, ანუ ადგილზე მომიწევს მუშაობა, ნიუსების შეგროვება და შემდეგ დახარისხება და დამუშავება. თუმცა ვემზადები შემართებით, ხო, დიდი მონდომებით იმისთვის, რომ ანუ 2 დღის მანძილზე შეგროვებული მასალა ფაქტობრივად 1 დღეზე უნდა დამუშავდეს, საღამოს უკვე მზად უნდა იყოს, რომ მეორე დღისთვის დაბეჭდილი მასალა ვაჩვენოთ ხალხს, ამიტომ ყველანაირად ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ეს პროცესი კარგად ჩავატარო და მაქსიმუმი და რომ შეძლებ. შეეხება მარიას? ანალოგიურად ჩვენ დელეგატებს არ გვაქვს ჯერ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რაზე მოგვიწევს მუშაობა კონკრეტულად, თუმცა ალბათ ყველას აქვს სურვილი ვის რა თემაზე სურს მუშაობა. და ჩემი გადმოსახედით და ძალიან სურს ვიმუშაო განათლების საკითხთან დაკავშირებით და გამიხარდება თუ მოხვდები ამ ჯგუფში, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად განათლების პრობლემებზე, საკითხებზე და სხვადასხვა თემებზე. აი, რო დავამატო. ანუ როგორც უკვე აღნიშნეთ, პროექტი ბათუმში პირველად ტარდება, თუმცა დედაქალაქი მსგავსი ტიპის პროექტს ხშირად მასპინძლობს, თუმცა ასეთი შემთხვევა, როდესაც 2 დღის მუშაობა აისახება და გამოიცემა ჟურნალში, არ ყოფილა მსგავსი რაღაც. პირველად ჩვენ პროექტში მოხდება მსგავსი რაღაც, გამოიცემა ჟურნალი, რომელშიც ასახული იქნება საკომიტეტო მუშაობების დროს მიმდინარე პროცესები, იქნება ეს კონკრეტული დელეგატის რაიმე ინიციატივა, ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი თუ ასე შემდეგ. ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იქნება და პატარა სამახსოვრო ბარათივით დარჩება თითოეულ მონაწილეს და ვფიქრობ, ეს 3 დღე ყველას პროექტის დასრულების შემდეგ კარგად გაახსენდება. ძალიან კარგი. და საბოლოოდ, ანუ ჩემ ბოლოს შეკითხვა ალბათ 3-ვემ უნდა გასცეს ამას პასუხი. როგორ ფიქრობთ, რას მიიღებთ ამ პროექტისგან? ახლა ზოგიერთი, ანუ თქვენ შემთხვევაში გამოკვეთილია ის, რომ თქვა პროფესიული ნიშნით გაიზრდებით, მაგრამ ზოგადად რას ველოდებით, ალბათ გიორგიმ დაიწყოს უმჯობესია, იმიტომ რომ მიზანთან ერთად სავარაუდო საბოლოო შედეგებზე ალბათ იქნებოდა პროექტის დაგეგმვის დროს საუბარი და შემდგომ ანუ კონკურსებს. პირველ რიგში პირადად მე რას მომწონს ეს პროექტი, ვფიქრობ, დამეხმარება ჩემი პროფესიული წინსვლისთვის, პირადად მე შემძენს გამოცდილებას და ვფიქრობ, ამ გამოცდილებას გამოვიყენებ მომავალშიც. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირი აპირებს უახლოეს მომავალში სხვა მასშტაბური პროექტების გაკეთებას ბათუმში და ვფიქრობ, ამ გამოცდილებას გამოვიყენებ შემდეგ პროექტებში. ხოლო ზოგადად პროექტისგან რას ველოდები, ჩემი აზრით გვეყოლება პროექტის დასრულების შემდეგ 250 უფრო ინფორმირებული ახალგაზრდა, ვიდრე პროექტის დაწყებამდე ვყავდა, რაც ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მიზანი არის ევროინტეგრაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. და თანაც იქნებ ვიღაცისთვის ეს იყოს პირველი დამოუკიდებელი დაბიჯანების ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენთან მოდიან სკოლის მოსწავლეების, რომელთათვისაც ეს პირველი პროექტია და მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ მოახდენენ საკუთარ თავის პრეზენტირებას, გამოცდიან საკუთარ თავს, დახვეწავენ საჯარო გამოსვლების ხელოვნებას, დებატების კულტურას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, თითოეული მონაწილე ძალიან ბევრ რამეს შეიძენს ამ პროექტისგან. რაც შეეხება თქვენ შემთხვევაში, მაგრამ უმთავრესი ალბათ ახალი ურთიერთობები, პირველ რიგში გამოცდილება, პრაქტიკა, რაც აკლია დღევანდელ ახალგაზრდობას და არ ვიქნებით შემოფარგლული მხოლოდ იმ ცოდნით, რასაც ვიღებთ წიგნიდან და რაც გვაძლევს უნივერსიტეტი. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რადგან დღესდღეობით ძალიან წირია პრაქტიკული გამოცდილება და ალბათ ყველაზე კარგი საშუალება არის მოსწავლეებისთვის, რომ იყვნენ ამ პროექტის მონაწილეები. ეს სამომავლო თუ ალბათ პროექტი დამკვიდრდება და საბოლოოდ ანუ ყოველწლიურად თუ არა რაღაც ეტაპობრივად ჩატარდება, ინტერესის თანდათანობით გაიზრდება, რაც შეეხება თქვენ შემთხვევაში თამარ. განმეორდები, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ურთიერთობები, 250 უფრო ინფორმირებული, როგორც უკვე თქვა და განათლებულ ადამიანთან ურთიერთობა გაცილებით უფრო საინტერესოა, ამასთანავე ანუ პრაქტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტისთვის, იმიტომ რომ ერთია იცოდე, როგორ უნდა მოამზადო სტატია, მაგრამ მეორეა, როდესაც კონკრეტულ რეჟიმში მუშაობს და იცი, რომ შეზღუდული ხარ და მალე უნდა გააკეთო შენი საქმე თან კარგად.
კარგად, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გაკისრი ამ შემთხვევაში ამდენი ადამიანის წინაშე და გარდა ამისა, რომ პროფესიული კუთხით მივიღებ გამოცდილებას, მინდა გავეცნო კარგად ევროკავშირის ინსტიტუტებს და სხვა დროს თუ საშუალება მომეცემა უკვე დელეგატის სტატუსით წავდგე ამ პროექტში. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება. გარდა ამისა შეგრჩებათ ანუ კომიტეტის ხელმძღვანელი კონსულტანტის სახით სამომავლოდ, რომელიც დიდ დახმარებას გაგიწევთ. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გასამაშ მონაცემების წარმატებები მინდა გისურვოთ და პირადად მე გულშემატკივრობთ 7, 8 და 9 მარტს წარმატებები. მადლობთ. პროექტის ევროკავშირის მოდელირება ბათუმი 2015-ის საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა ზუსტად 9 მარტს იქნება ცნობილი. მანამდე კი კონკურსანტებს კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლა უწევთ. მიზანი, რომელსაც პროექტმა სავარაუდოდ უნდა მიაღწიოს, საკმაოდ მნიშვნელოვანიცაა და არც ადვილად მისაღწევი. რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა და მათთვის ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების გაცნობა. შედეგად კი ახალგაზრდებში ევროკავშირთან დაკავშირებით მეტი ინფორმირება, სამოქალაქო აქტივობაში მათი ჩართულობის გაზრდა და მათში თანამედროვე მუშაობის სტილის დანერგვა უნდა მივიღოთ. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დელეგატების რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 თებერვალია. ასე რომ თქვენ ჯერ კიდევ გეძლევათ შანსი საკუთარი ძალები გამოსცადოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაცია და ამ გზით ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ ცოდნის მიღება. ჩვენ ის დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ პროექტს თავისი განხორციელების საკმაოდ საინტერესო გზაზე. დღეს ჩვენ ამით გემშვიდობებით და წარმატებულ სამუშაო დღეებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.